ამ რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა ინფორმაცია, ალბათ თქვენს წაიკითხეთ, რომელიც გამოაქვეყნა Facebook-ის დამაარსებელმა მარკ ზუკერბერგმა, რასთან დაკავშირებით და პანდემიის დროს ვაქცინაციის პროცესთან დაკავშირებით და აიძულებდნენ მათ უბრალოდ თხოვდნენ და ესე იგი ხდებოდა საკმაოდ სერიოზული ზეწოლა, რომ ესე იგი ყველა პოსტი, რომელიც ეხებოდა ვაქცინაციის შემდგომ გართულებებს, ამ შედეგებს, რაც ვაქცინაციის შედეგად ესე იგი იღებდნენ ადამიანები, მათ დაბლოკვას და რა თქმა უნდა, ხა Facebook-მა ეს არ გააკეთა და ეს კიდე ერთი დასტური იმისი, რასაც მე ვიძახდი თავის დროზე, გახსოვთ ალბათ ჩემ ვიდეოებით თუ ნანახი გაქვთ. რაც შეეხება ჩემ მიდგომას, ჩემ დამოკიდებულებას ვაქცინაციასთან დაკავშირებით, მე შემიძლია ერთი რამე გითხრათ, რომ არც მე და არც ჩემი ოჯახის წევრები არ ავცილვართ COVID-ზე და არც ერთს ეს არ დაუგმართვია. ხო, ძალიან საინტერესოა, არ გადაგვიტანია COVID-ი, მიუხედავად იმისა, რომ არც ერთი აცრილი არ ვიყავით. მოკლედ, დიდხანს ამაზე არ ვისაუბრო, მე აქვე გეტყვით, რომ რა რისი თქმა მინდა, რომ თუ ადამიანი სწორად იკვებება, სწორ ცხოვრების წესს მისდევს და თქვათ იგივე იყენებს საკვებ დანამატებს, რომელიც შეგივსებთ იმ დეფიციტს, რომელიც ორგანიზმს აქვს კვებასთან დაკავშირებით, არანაირი ვაქცინაციას აღარ საჭიროებთ და რატო? იმიტომ რომ ვაქცინაციას თავის იმდენი გართულება აქვს, რომ ის იმდენ შედეგს ვერ მოგცემთ, რამდენიც შეიძლება გართულება მოგცემთ და თუ თქვენ ნორმალურ ცხოვრების წესს მიყვებით, ნორმალურად იკვებებით და ნორმალურად იყენებთ რეკომენდაციებს, რომელსაც ჩვენ ვიძლევით, არანაირი ვაქცინაცია არ გჭირდებათ, იმიტომ რომ ეხლა აი პერიოდია და ძალიან ხშირად მესმის ხოლმე, რომ აი იმაზე აცრილი ხარ, ამაზე აცრილი ხარ, გრიპზე აცრილი ხარ და ასე შემდეგ. არ არის ეს სწორი მიდგომა, იმიტომ რომ ჯერ ერთი თუ უმეტეს შემთხვევაში ასელ ადამიანებსაც ემართებათ ის დაავადებები, ხოლო მაშინ თუ არ ემართებათ ვაქცინაციამ შეიძლება ესეთი გართულებები გამოიწვიოს, რომ ხა არ მინდა შორს წასვლა. ძალიან მნიშვნელოვანია საერთოდ წინასწარი მიდგომა, ანუ პირობითად დიაგნოზი, რომელიც გჭირდებათ პროფილაქტიკისთვის, ხო, პრევენციისთვის, იმ პრობლემებისგან თავის ასაცილებლად, რომელიც შეიძლება რომ შემდეგ წინ დაგიდგეთ და ეს უფრო მნიშვნელოვანია. და ეხლა მე ჩემ თავზე შემიძლია გითხრათ, როდესაც არ მოხდა ჩემ ერთ-ერთ პრობლემაზე სწორი რეაგირება და სწორი დიაგნოსტირება, მე გეტყვით, რომ 7 თვის განმავლობაში მტკიოდა ფეხის ტერფები და ვერავინ ვერ გაერკვა, ვერ დამისვეს დიაგნოზი და ისეთ დიაგნოზები დამისვეს, რომ ეხლა ინვალიდი უნდა ყოფილიყავი და საწოლში უნდა წორილიყავი, ხო? საკმაოდ ცნობილმა სპეციალისტებმა, ასე ვთქვათ, დამისვეს დიაგნოზი, რომ სპონდილოართროზი გაქვს და პასპორტში ჩაიხედეო და საერთოდ ამ პერიოდში ისეთ ძლიერ მოქმედი პრეპარატები დამალევნეს, კი ნახა მომკლეს წნევები ამივარდა 200-ზე და სინამდვილეში სხვა მიზეზი იყო და ერთ-ერთი მიზეზი კვებასთან დაკავშირებული. აი, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სწორად მიუდგეთ თქვენ ცხოვრებას და აი ძალიან მარტივი რაღაცების შეცვლით, განსაკუთრებით ეს გეტყვით, რომ ყველაზე დიდი მტერი თქვენი ეს არის შაქარი, მაგრამ შაქრები არის სხვა ფორმის და რა მიიღოთ, როგორ მიიღოთ და რისგან დაიცვა თავი, ეს ძალიან მნიშვნელოვანი და აქვე გეტყვით ერთ-ერთი პროდუქტი, რომელიც პრაქტიკულად ბევრ პრობლემისგან პრობლემას აგაცილებთ და აი ერთ-ერთი პროდუქტი, რომელიც მე ძალიან მომწონს და მე მუდმივ რეჟიმში მე და ჩემი ოჯახის წევრები, ჩემ პატარა შვილსაც კი ვაძლევ, ეს არის კომპას 360, ხო, სისელის პროდუქტი, რომელშიც შედის აუცილებელი მიკროელემენტები, აუცილებელი ნუტრიენტები, 13 მცენარეული ანტიოქსიდანტი და ეს არის, რა ვიცი, სასწაული ფორმულა, ნუ მოზრდილებში მინიმუმ 2 წელს ყოველდღე მიიღებთ ჭამის დროს. დამიჯერეთ ბევრ პრობლემას ეს აგაცილებთ. ნუ რა თქმა უნდა, კვებაშიც რაღაც ცვლილებები უნდა შეიტანოთ და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ბევრი რამ, რომელიც შემდეგ თქვენ შეგიქმნით პრობლემებს, მოგიწევთ ექიმების სიარული, დროის დაკარგვა, ნერვები, თანხები, ბევრი ქიმიური საშუალების მიღება და პლუს ვაქცინაცია, რომელიც მიზანშეწონილი არ არის უმეტეს შემთხვევაში. და ამის შემდგომი ავტოიმუნური დაავადებები და რა ვიცი ქვეყანა რაღაცა, ეს ყველაფერი შეგიძლიათ, რომ თქვენი სწორი გადაწყვეტილებები, სწორი ნაბიჯები და კვებასთან დაკავშირებული პირობების შეცვლით შეგიძლიათ ძალიან ადვილად გადაჭრათ. ნუ ეს არის ძალიან ზოგადი რამ, რაც მინდოდა უბრალოდ თქვენთვის მეთქვა, მომეწოდებინა და იმედია, რომ რა ვიცი რაღაცა ვიღაცისთვის მაინც იქნება ეს ინფორმაცია საინტერესო. თუ გაინტერესებთ უფრო კონკრეტულად და უფრო დაწვრილებით რა და როგორ მოიმოქმედოთ, შეგიძლიათ დავიკავშირდეთ, შეგიძლიათ გაიაროთ ჩვენთან კონსულტაცია, ჩვენ გვაქვს როგორც ალდგიზე კონსულტაცია, გვაქვს ონლაინ კონსულტაციები, მე აქვე გეტყვით, რომ 32 ქვეყანაში ყავს
პაციენტი და 32 ქვეყანაში ხვდებით, რომ მე არ დავრბივარ იქით აქეთ კონსულტაციას, არამედ ონლაინში ხშირ შემთხვევაში, უმეტეს შემთხვევაში ონლაინ კონსულტაცია სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ თქვენ გაარკვიოთ ბევრი რამ თქვენ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით. აი ეს ყველაფერი თქვაც მინდოდა, მადლობთ ყურადღებისთვის და მომავალ შეხვედრამდე. ნახვამდის.